აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული პროექტი საერთო მემკვიდრეობა, საერთო მომავალი ზუგდიდში დასკვნითი ღონისძიებით დასრულდა. ვიდრე ახალგაზრდები ერთი კვირის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას შეაჯამებდნენ და სერტიფიკატებს მიიღებდნენ, მათ საინტერესო და მრავალფეროვანი დღეები გაიარეს. სწორედ ამ გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მონახულება. პროექტი 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ზუგდიდში მიმდინარეობდა. მასში აფხაზეთიდან დევნილი 30 მოზარდი მონაწილეობდა. მათ შორის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის ეთნიკურად აფხაზი მოსწავლეები. ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეებმა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ისტორიაზე, საერთო კულტურულ მემკვიდრეობაზე და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე ტრენინგები გაიარეს. სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვნენ და ერთმანეთი უკეთ გაიცნეს. პროექტი მომეწონა, კარგი იყო, აქტივობები ბევრი იყო, ვიხალისე, მეგობრები, ახალი მეგობრები გავიცანე. აფხაზი და ქართველი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, შეგიძლია დავახლოვდე ერთმანეთს და დიდი სიამოვნებით კიდევ ერთხელ დავესწრებოდი. პროექტის დახურვამდე მონაწილეები ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეწვივნენ. შემეცნებითი ტურის ფარგლებში მათ ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საინჟინრო ნაგებობის ისტორიის, მნიშვნელობისა და ენერგოდამოკიდებულებაში მისი როლის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ენგურჰესმა, რომელიც ქართველებისა და აფხაზებისთვის საერთო მემკვიდრეობისა და თანამშრომლობის სიმბოლოდ მიიჩნევა, მონაწილეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. აქედან პირდაპირზე, როგორც გითხარით, 7 კილომეტრში არის საოკუპაციო ბაზი, აი რა, 7 კილომეტრში. ამის მერე თავი ისევ აგრძელებს სიარულს და მერე ნარწუდება 5 დიდ მილში. მას პინძლობ საერთო მემკვიდრეობა, საერთო მომავალი პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის. გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდა თაობებში მეტი ინფორმაცია უნდა იყოს, როგორც გაცვლითი, როგორც ასე ვთქვათ, შენი საკუთარი მემკვიდრეობისადმი პატივისცემა თუ სხვა რამ და აქ ჩვენთან ენგურჰესზე, რომელიც არის ერთ-ერთი ცოცხალი ხიდი აფხაზებთან ურთიერთობის, აქ ბავშვების დაინტერესება, აქ მათი მოყვანა არის უმნიშვნელოვანესი. ეს პროექტი ძალიან კარგი იყო ჩვენთვის, როგორც აკადემიურად, ასევე შემეცნებითი კუთხით. ბევრი ახალი ცოდნაც მივიღეთ და ძველი ცოდნაც გავიღრმავეთ. შევიძინეთ ახალი მეგობრები. ამ 6 დღის განმავლობაში გამოვარჩევდი ექსკურსიას, რომელიც მოვაწყეთ ენგურჰესის კაშხალზე. ძალიან საინტერესო იყო, განსაკუთრებით მადლობა მინდა გამოვხატო აფხაზეთის მთავრობის მიმართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს, რომ საერთო პროექტში გავერთიანებულიყავით, ერთმანეთი გაგვეცნო. ენგურჰესის მონახულება პროექტის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი აღმოჩნდა. ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათთვის ეს მხოლოდ ექსკურსია არ ყოფილა. მათ უკეთ გაიაზრეს ამ ადგილის ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობა. მინდა მადლიერება გამოვხატო აფხაზეთის მთავრობის მიმართ, რომ მოგვეცა შანსი და შესაძლებლობა, რომ ამ პროექტში მიგვიღო მონაწილეობა, რადგან ეს ჩვენთვის არის დიდი გამოწვევა და ამავდროულად გამოცდილებაც. შევიძინეთ ცოდნა უამრავი საინტერესო საკითხის მიმართ და ვფიქრობ, რომ ეს ცოდნა და გამოცდილება გამყვება დიდი ხნის განმავლობაში და აუცილებლად გამოვიყენებ. პროექტის ფარგლებში ქართველი და ეთნიკურად აფხაზი მოსწავლეები ერთად ჩაერთნენ და აიმაღლეს ცნობადობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც იყო ქართულ-აფხაზური ურთიერთობები. ეს იყო როგორც აკადემიურად, ისევე შემეცნებითად ძალიან კარგად დატვირთული, კარგად ორგანიზებული, კარგად დაპროექტებული პროექტი და უნდა აღვნიშნო და გამოვკვეთო ის მეგობრობა და ის თანამშრომლობა, რაც ამ 6 დღის განმავლობაში ქართველ და ეთნიკურად აფხაზ მოსწავლეებს შორის სუფევდა. ერთი კვირის განმავლობაში მიღებული გამოცდილება პროექტის მონაწილეებმა ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში შეაჯამეს, სადაც პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ახალგაზრდებმა საკუთარი ნამუშევრები და შთაბეჭდილებები პრეზენტაციების სახით წარადგინეს. მუსიკალურ ნაწილში კი აფხაზური სიმღერა „აჟლარი“ შეასრულეს. ქართულ-აფხაზურმა ჰანგებმა დარბაზში განსაკუთრებული ემოციური განწყობა შექმნა. დასკვნით ღონისძიებას მთავრობის წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათ ახალგაზრდებს პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს, წარმატებები უსურვეს და სერტიფიკატები გადასცეს.
განხორციელდა უნიშნელოვანესი პროექტი, რომელიც მიძღვნილი იყო აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებზე, მათი ინტეგრაციაზე, ლიდერულ თვისებებზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ახალგაზრდები ის მომავალია, რომელმაც ქართულ აფხაზურ ურთიერთობებს უნდა შეუწყოს ხელი იმ კავშირების აღდგენას, რომელიც საუკუნეების მანძილზე აფხაზებთან გვაკავშირებდა და მე მჯერა, რომ ეს ის ახალგაზრდობაა, ვინც ამას შეძლებს. პროექტის მიზანია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ, ჩვენი საერთო ისტორიის, კულტურის, ტრადიციების პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, ახალგაზრდებმა ძალიან ბევრი საინტერესო კითხვა დასვეს აფხაზეთთან დაკავშირებით და გამოხატეს სურვილი, რომ მომავალშიც მიიღებენ მონაწილეობას მსგავს თემატურ პროექტებში. მადლობა პროექტის ხელმძღვანელებს, მადლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ჭინჭარაძეს, ხალბატონ მინის ალვიონა ჩხოტუას, რომ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩართული ყავდათ ამ მნიშვნელოვან პროექტში და აგრძელებენ ასეთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაგრძელება ქვია და უფრო მეტად დაახლოება. ბევრ ახალ რამეს იგებ აფხაზეთზე, შენ კუთხეზე, რომელიც ახლა შენთვის ოკუპირებულია და სხვადასხვა სოფლებზე, რომელიც შეიძლება არ იცოდი. მაგალითად, მე არ ვიცოდი და ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავიგე. ჩემთვის ეს 6 დღე იყო ძალიან განსაკუთრებული, რადგან შევისწავლე სხვადასხვა კულტურული ღირსშესანიშნაობები. ასევე შევისწავლე თუ როგორ უნდა ვიკომუნიკაციო სხვა ადამიანებთან. შევიძინე ახალი მეგობრები. ყველაზე სასიამოვნო ნაწილი ამაში იყო ის, რომ მთლიანი საქართველო გავერთიანდით. ყველაზე ემოციური სწორედ დაჯილდოების ცერემონია აღმოჩნდა. სიხარული, სიამაყე და მადლიერება მონაწილეების, მშობლებისა და პედაგოგების სახეზე ერთნაირად იკითხებოდა. ყველას ერთი სურვილი აერთიანებდა. საერთო მემკვიდრეობა, საერთო მომავალი მომავალშიც გაგრძელდეს და კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მისცეს ერთმანეთის გაცნობისა და საერთო ღირებულებების აღმოჩენის შესაძლებლობა.